მოგესალმებით ყველას, დაგიბრუნეთ ახალი ვიდეო თითა კომპიუტერი გამეთიშა. მისისება ასე რო აკეთებს. ხო, დაგიბრუნეთ ახალი ვიდეო დღეს უნდა ვნახოთ მძიმე დანაშაული მეოთხე სეზონის მეშვიდე სერია. რა ჩანდება საერთოდ? და სერიას ბონი ერქვა Problem Dog to Problemed Dog, აღარ მახსოვს რაღაც მსგავსი სათაური ჰქონდა. ვეღარც ვნახავ ცოტა ხანი, სამის არ ჩაერთვება. მაგრამ ხო, წინა სერია საკმაოდ ნორმალური, კარგი იყო. ვოლტის მონოლოგი, რა თქმა უნდა. თან მონოლოგიც არ ყოფილა, უფრო დიალოგი იყო, როგორც თავის კენერთან ამის ფინალი. I am the danger. ნახე მაქვს რამდენიმე ჯერ ვნახე ეგ მომენტი. და ორიგინალშიც მოვსმილი ბევრად უკეთესი. რა თქმა უნდა, ახლა ორიგინალი ბევრად უკეთესი იქნება, მაგრამ როგორც ფაქტი ვამბობ, რომ ეს სცენა კონკრეტულად ძალიან კარგად გამოვიდა. ასე რომ ხო. კომპიუტერიც ჩავთე, შეგვიძლია დავწყოთ Problem Dog. ამ თავის სწორად ვთქვი. ვნახოთ რასიზმს გასი. დავწყეთ. მძიმე დანაშაული მეოთხე სეზონის მეშვიდე სერია Problem Dog 3-2-1 დავწყეთ. როდესაც ისია ასაფეთქებებია, რომ ფილმი. თამაშია. ერთხელ მაქვს დათამაშები ეგეთი თამაში. საკმაოდ კარგი შეგრძნება იყო, მინდა გითხრათ. და ფსიქოპატი არ მეწოდათ. ეგეთი ეკონტი არ იყო. გონგოლი მომს. რა მოსწრო. ახლა. ხო. გახმოვანებულია აჭარა net.com-ის. მიგვი სამტრავით როგორ შეძლო ვაფშე თამაშის დაწყება. რესტარტს რომ შევიდე. დრაშჩელჩობს რომ აღარ ქონდეს ეს ისინი ვოლონტერები რომ გაძლიეროს თავისი ტრავმა. ვინის მანქანა. ჯუნიორი როგორ არის? თუ არ იყო პრინციპი. ისე როგორც ვივარაუდე. ხმას აღარ მცემს. მას შემდეგ რაც უთხარით რომ მანქანა უნდა დაგვებრუნებინა. სააგენტოს ლაპარაკე და არ უნდათ დაბრუნება. რა? საუკეთესო მდგომარეობაშია. ოდომეტრზე მხოლოდ 7 ანუ ეგ არის კი. ვიცი. ფაქტიურად 1 საათი ველაპარაკებოდი მენეჯერს დაიკლო დაბრუნებასთან დაკავშირებული გადასახადი. საბოლოოდ $800-ზე შევთანხმდით. $800 2 დღისთვის. კანონით მათ უფლება აქვს საერთოდ არ დაიბრუნონ. აქ არის რეგისტრაციის ნომერი, დასაკრავი იარლიკი და ქვითარი. $800 ჯობია გენერალურ მენეჯერს ელაპარაკო, გლენი ქვია. გლენი. დამირეკე თუ რამე პრობლემა იქნება. და გთხოვ, ნურავისთან ნუიკამათებ. კარგი.
Oh, bueno, Martin, muy bueno. Walt. Walt. ნახეთ ბავშვებში. Жасон против. Ать катахарос фильмизис. Манчестер. Ау, окей. Зачем было? Ай, хавал. მანქანას დაამთავრა. აჰა. ჩავარდა სადმე ადაჭიშებია ეს. მაშინ მუსიკა ევაკუატორი გახდა. ეს კოლებს როგორ აუხსნია, არ ვიცი, მაგრამ გამოიწევდა. რა ჩენდებს? What? What? მასაკარდაცებს. მას ხოფი ჩუდონია რომ დააბრუნო. Херочаквес просто. Гори чакура. Yes. Hello. გამარჯობა. I need a cab. ტაქსის გამოძახება მინდა. Yes, thank you. დიახ, მადლობა. სახელი ვაითი. I'm at მე ვარ Pavilion. პავილიონის ავტოსადგომზე, უნივერსიტეტის გამზირზე. Oh, yes. დიახ, ზუსტად მან. South of the airport. აეროპორტის სამხრეთით. დიახ, კარგი იქნება, მადლობა. ხომ ვერ მეტყვით რამდენ ხანში მოვა? No. არა, დარწმუნებული ვარ დამინახავს. მადლობა. Twisted. მონანიება? დიადი მონანიება. თების ხელა მონანიებას აქვს ადგილი. ფანტასტიურია. ახლავე შევატყობინე. ხო და მეორე თემაზე მინდა გითხრა, შემიძლია რომ მოვაგვარო. კი, მაგრამ უნდა გაგაფრთხილო რომ მერვე ხრელი ფაქტიურად მკვლელობაა. მართლა გინდა საინტერესო გახადო? მაგარია, მაშინ ზუსტად 7 საათზე გელოდები. მოემზადე საკუთარ ტრაქს ხელში დაგაჭერინე. კარგი, კარგად. მას უნდოდა რომ საკუთრების განადგურებისათვის ეჩივლა, მაგრამ რადგანაც ის შენი საკუთრება იყო, ბოლოს ნაგვის დასჯად დაწვაზე შევთანხმდით. უბრალოდ უფასოდ ვერ გამოძრები $5,000 ჯარიმა. $600 მანქანის გადაყვანისთვის და მოწესრიგებისათვის, კიდევ 3,000 იქაურობის გასუფთავების და ასფალტის თავიდან დაგებისათვის. ასე რომ მთლიანობაში შენი მაღალი სიჩქარის მგზავრობა დაჯდება $52,000. ღირდა კი ამად. იცი რაღაც დეტალები არ მაინტერესებს, მინდა მითხრა რომ მოვაგვარე და მორჩა.
ბოდიში ხომ არ გაგაღვიძე? ეს ამბავი სისტემაზე ადრე დავაფიქსირე. რაც იმას ნიშნავს, რომ შენი ისტორია სუფთად რჩება და ცოლი ვერასდროს გაიგებს აქ რაღაც სასწაულებს ჩავდივარ და ბოლოს ერთი სიტყვით ყოჩაღ მაინც მითხარი. მომეცი. სვეტში რაღაც სოს вообще რავი вообще არ აფასებთ მე თუ გითხავთ. არა უბრალოდ არ აფასებთ საკმარისად ასე ვიტყვი. რა ხდება? ფრინგის ამბავია? მომკლავს და ვერაფერს გავაკეთებ ამის შესაჩერებლად. მხოლოდ ლოდინი დარჩენია. All that's left is to wait. მხოლოდ და მხოლოდ ლოდინი. დაწმუნებული ხარ? რადგან პიკმენი ამბობს, რომ ძალიან სჭირდები. პიკმენი ამბობს, პიკმენი ამბობს. Unless იქნებ you can help მესამე პირი მიპოვო. what ვინ მესამე პირი? someone who ვინმე ვისაც სიტუაციის გაუმჯობესება შეიძლება. მოდი პირდაპირ თქვა კარგი. დაქირავებულ მკვლელზე ამბობ. assuming that's გონი კიდე ეგრე ქვია. რა? არასწორი პასუხია. ბავშვები ამას ეპიკურ მარცხს უწოდებენ. მხოლოდ ტელეფონის ნომერი მჭირდება, დანარჩენს თვითონ მოვაგვარებ. so მიპოვე be a finder. და ძალიან დიდ თანხას გადაგიხდი. აი ესეთი სახით თუ მომაწვევი შეიძლება რამდენიმე ტიპის სახელი მოგცე. ვინც ასეთ საქმეშია, მაგრამ აბა გამოიცანი, ეს ტიპები იცნობენ მაიკს და მაიკი იცნობს მას. ხო ხდები რა შეასაქმე? What are you telling me, Mike? რა გინდა თქვა რომ მაიკს ყველა იცნობს, ვინც ასეთ საქმეს ასრულებს? აბა შენი აზრით სახელები ვინ მოგცა? კარგი გეგმა B, მისმინე. ჩემი ქსელის გარეთ მოვძებნით, ინტერნეტში მოვძებნით. ჭირდება დაქირავებული ჯარისკაცის მაგვარი. თქვათ გაგვიმართლა. აი ძალიან გაგვიმართლა და ვიპოვეთ პიროვნება, რომელიც არც გადაცმული პოლიციელი იქნება და არც ვითომ მაგარი ტიპი. ახლა შენ თავს დაუსვი კითხვა, რამდენად მაგარი კაცი გჭირდება? რადგან ვინც არ უნდა მოვისყიდოთ, ყველა ვარიანტი როდესღაც დაეჯახება ჩვენს მეგობარ მაიკს. ამის გარდა იცოდე, რომ გას ფრინგის მოშორებით ვერ აუმჯობესებს შენს სიტუაციას. საერთოდ ვერ აუმჯობესებს. ვეცადე საკუთარი ძალებით მომეგვარებინა ეს პრობლემა, მაგრამ მასთან ახლოს ვერ მივდივარ. თუ ვერ მიდიხარ ახლოს, მაშინ შენს პარტნიორს რომ თხოვო? ჯესის? ხო, ნახე. და ჩემზე ადრე სოულს ეუბნები? ჩემი ადვოკატია ისევე როგორც შენ. ხო, აი. რამდენჯერაც იქ მივედი, სოული შეწუხებული მელაპარაკება მაიკის შესახებ. ისევე ეშინია რომ ტიპი მოვა და ფეხებს მოამყროს, ამიტომ სიახლეებით აი ვამბობ. თითქოს და კარგი ურთიერთობა გქონდათ მაიკს და მაიკთან გას. ერთად ვახშმობდი. რავი. იმერთმალობა იქ მოვიდა გარეთ გამიშვეს. ფეხები მოპარაკეს. ესაა და ეს. რეგულარულად ნახულობ. How close were you to him? რამდენად ახლოს ვიდექ იმასთან? ახლოს. Close. უფრო ახლოს ვიდრე ახლავთ გავარ მე შენთან. აჰა. გელაპარაკა? კი? 10 წამის თემა იყო. წესიერად მიპასუხებ? მითხრა რომ ხალხში რაღაცეებს ხედავს. რა რაღაცეებს? ვინ ხალხში? ჩემში. თქვა რომ რაღაცას ხედავს ჩემში. ერთი თვის წინ გასი ჩვენს მოკვლას ცდილობდა. ახლა ლაბორატორიიდან მოგაშორა და დაგასაქმა, როგორც რა? შემოწმება მაგარი ტიპი. რომ ჩააბარა, რომ ამაში გაიარა. რა ლოგიკას ხედავ? მე უკვე შეცვალა დამოკიდებულება. ამბობს რომ რაღაცას ხედავს შენში. კი? რა თამაშს? და სხვადასხვა ის მაიკის ნამდვილად დამსახურება. ფიქრობს რომ ასეთი მიამიტი ხარ? არ ამგონია ნამდვილად წამდეს იმის რომ დაგავიწყდა თუ რა დაემართათ გეილს და ვიქტორს. დაგავიწყდა ყველა საშინელება რაც მათ სახელს უკავშირდება. ეს არა არ მაგრამ ამ გავიწყებია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ შენს მეგობარ გოგონაზე და მის პატარა ძმაზე რა სიტყვი. აუ, ანდრიასი კაცმა არის. ჩაგხედა და გითხრა არანაირი ბავშვებიო. მაგრამ იმავე ღამეს ის პატარა ბიჭი სიცოცხლეს არ შეიძლება გასიფიქრობდეს რომ ეს ყველაფერი დაგავიწყდა.
როცა მივიდა ჯეიზი ამოიღო ძმა რომ ახსენა მე ასე ვიტყვი. გეყოფა ჩემი საფრთხის სცენები. ვიზამ რასიზამ პირველივე შესაძლებლობაზე მოკლავ. გამხმარ საღიჭ რეზინს უფრო გავს. მართლა უნდა ვინმეს მე-6 კლასელის მერხის ქვეშ რასუნის დგას მანქანაშიც იგივე ედგეს? განაფი? სერიოზულად? ხო, ვიცი, მაგრამ როგორც ამბობენ, მომხმარებელი ყოველთვის მართალია. მომხმარებელზე გამახსენდა, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიანი გრანდიოზული გახსნისთვის. ვფიქრობ უზარმაზარი წვეულება, ბუშტები, გასაბერის სახლი ბავშვებისთვის. ხო ხვდები? ყურადღება მიიქცია ტელევიზორში გამოჩნდი ხალხს აცნობენ, რომ მომაკვდინებელი წარბები ვეღარ შეაშინებთ ხალხს. მარი ჰენკი როგორაა? უკეთესად იცი? მართლა? ხო, ამბობს. ბოლო დროს უკეთეს ხასიათზე ვარო და ფიზიოთერაპიას დიდ ძალისხმევას ატანს. ცუდად არ გამიგო, კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, მაგრამ ის გამარჯობა. გამარჯობა. ვოლტ. მიხარია რომ ხედავ. ასევე. შენი მოლარე მაგარი გამყიდველია. დამაჯერა რომ რაღაც საღებავი მეყიდა და ხო, აუცილებელია შეინარჩუნოს სუფთად შეღებილი მანქანა, როცა საღებავი გადადის. გამარჯობა. გამარჯობა. პიკის საათში ბოგდანი 19 მანქანას ემსახურება და აი ჩვენ კი უკვე 22-ზე ავედით. 22 ნამდვილი მანქანა. გუშინ ღამით $3,800 შემოვიდა. მერტო. ეს რამდენია? $274,000. შები. სადღაც ასე. სადღაც მასე? ხო, სადღაც მას. არ დამითვლია. მოიცადე. $274,000. და რამდენად ხშირად მოხდება ეს? ორ კვირაში ერთხელ. ხუთშაბათობით რომ იყოს გაწყობს? ვოლტ. მეუბნები რომ წელიწადში $7,135,000 გამოიმუშავა. 7.5 ხარჯებამდე. მე არ შემიძლია. ძალიან ბევრია ეს. ფული იმაზე მეტია, ვიდრე შენ გეგონა და უცბად სულ ამბავთან გვაქვს საქმე, ხო? არა, ამაზე არ გეუბნები, იმას გულისხმობ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით არ არსებობს ისეთი ავტოსამრეცხაო, რომელსაც ამდენის გამომუშავება შეუძლია. ჩვენთან ეს მინიმუმ 9 თვის სამუშაოა. 7 მილიონი? წლები დასჭირდებოდა ამის გამომუშავებას. ხო და სადმე გამოყავი ადგილი და შავი დღისთვის შეინახე. შევინახო? სად შევინახო? ამ ფულით ვერც ბანკში მივიღო და ვერც აქ დავტოვებ. სადმე ისეთ ადგილას დატოვე, სადაც ვერავინ მიაგნებს, რა პრობლემაა? აქ სულ 50-იანებია? ვინ იხდის ავტოსამრეცხაოში $50-იანებს? სკაილერ არ მithოვია რომ ეს გაგეკეთებინა, მეგონა ყველაფერს აკონტროლებდი შენ. მე უბრალოდ არ მოველოდი ამდენ ფულს. 50-იანები პრობლემა გახდება. ხო და პრობლემა უნდა გადაიჭრას. და სკაილერ ძალიან მარტივი სისტემაა, მე მომაქვს ფული, შენ ათეთრებ მას. სწორედ ეს გინდოდა შენ. საერთოდ არ მინდოდა ეს ყველაფერი. მე წასასვლელი ვარ და თუ საქმიდან გასვლა გინდა, უბრალოდ ვთქვი. ხო, ეს ცოტა სხვა სიტუაცია აქვს, სკაილერ. წავედი. გაჩვენეთ ახლა გასი.
მეუბნები რომ ლაბორატორიაში გააკეთე? ხო, რატომაც არა. ამის გასაკეთებლად მისი ლაბორატორია შესაფერისი ადგილი იყო. ცოტა რა არის? ტუკოსთვის უფრო მეტი გქონდა. საწამლავი? ეს მაინც ყველაზე საუკეთესო გზაა. იარაღით მიხვალ მასთან და არ არსებობს ცოცხალი წამოხვიდე იქიდან. მაგრამ ამას ჩაუყრი საჭმელში ან დასალევში. არც გემო აქვს, არც სუნი. 36 საათის შემდეგ არ ამგონია შედეგი ვინმეს გაუკვირდეს მისი ასაკიდან და იქიდან გამომდინარე თუ რამდენს მუშაობს. მაიკზე რა სიტყვი? შეიძლება ეჭვები ჰქონდეს, მაგრამ მხოლოდ ეჭვები და მეტი არაფერი. რიგრიგობით მივყვეთ მანიაკებს. ხო, მაიკი რიგრიგობით მივყვეთ მანიაკებს, მაიკის მოკლა სურდა. არ ვიცი როდის ვნახავ კიდე გას. საერთოდ თუ ვნახავ ისიც არ ვიცი. ნუ ხო, შეინახე გასი ჭკვიანია. და მზად იყავი, როდესაც შესაძლებლობა მოგეცემა. შეიძლება ვაფშე აღარ ნახოს ჯესი. სპეციალურად. რომ გამჩხრიკონ? შენი აზრით გაგჩხრეკენ? სიგარეტში და ეს გენიალურია ჯესი. შემოტრიალებული სიგარეტის ღერი? ჩემი იღვლიანი ღერია. კარგი, წინდა ხელი უბრალოდ არ მოწიო. მანქანიდანვე შეგვეძლო გვეყიდა. არა უშავს. ცოტა სწავი ვარჯიშებ. სისხლი შეაყვარა არ დაგჭირდება, არ ინერვიულო. ცოტა დრო კი დამჭირდება, მაგრამ მივახცე. სპორტსმენს. მაგარი წვილი ვართ არა? ხათამი ძალიან გიყვარს. 8 ცილინდრი, 470 ცხენის ძალა. 20 დიუმიანი დისკები, სატელიტური რადიო, ბლუთუზი, 0-დან 60-მდე 4.7 წამში გამოიმუშავებს. მოიცადე, რას გულისხმობ? უბრალოდ გასართობად, ყველაფრის აწონ-დაწონის გარეშე მამაშენი მიდის და ახალ-ახალ ჩელენჯერს ყიდულობს, ხო, უბნის გარე დაგავს და დედამ თქვა ვერ გავწდები თუ, ამიტომ დავაბრუნეთ. იცი რამდენი ხანი მყავდა? 15 საათი. იცი რას გეტყვი, მეგობარო? შენ ასაკში საკუთარი კვერცხი უნდა დამეტოვა, რომ ეგეთი მანქანა 15 წუთით მეტარებინა. სერიოზულად მითხარი, როგორ მოხდა ეს? მეორად მანქანებს ვათვალიერებდით და ნამუსე ააგდე, არა? ვიცი, მიგიხდი. მოისაწყლე ალბათ თავი ეგრე, არა? შეიძლება. ძალიან ბევრი მოინდომე ჩემი მეგობარო. რამე დანგრეული მანქანა უნდა გეთხოვა და ახლაც გეყოლებოდა დედიკოსგან კი არით ხოლმე. აგენტო შრეინერი, გამარჯობა, როგორ ხარ? მადლობა, კარგად. სასიამოვნოა თქვენი ნახვა. ბატონი ფრინგი გახსოვს? როგორ ბრძანდებით? სასიამოვნოა რომ კიდევ ერთხელ შეგხვდით. მიხარია რომ აქ ხედავთ. ძალიან კარგად გამოიყურებთ, ხო? ჯანმრთელ ცხოვრებას მივსდევთ და ვიტამინებით ვარ გაჟღენთი. ბოდიშკი, თქვენი შემოსვლა რომ დამენახა არც ერთ ვარიანტში ფულს არ გადაგახდევინებდით. მომავალში გთხოვთ, მიკითხოთ. ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის გმირი არასდროს გადაიხდეს. არ ხუმრობთ? იცოდეთ გაგახსენებთ. დედა და მამა როგორ არიან? კარგად არიან. ხათამი ძალიან კარგია. მადლობა. თუ ოდესმე ნახევარ განაკვეთიან სამსახურზე იფიქრებ, სკოლის შემდეგ ან მსგავსი, ჩემი კარები ყოველთვის ღია. კარგი შემოთავაზებაა. არ ვიცი რამდენად გამოვა, შეიძლება მთელი შემოსავალი შეგიჭამოთ. კარგი დაგტოვებთ. კიდევ რამე ხომ არ მოგიტანოთ? შეგივსებთ თუ გინდათ. არა, მადლობა. დიეტური კოლა თუ შეიძლება?
Oh, huh? Oh, pink. მოიცა. არ მითხრეთ ახლა. რო თითის ანაბეჭდები აიღო და შეადარებს იმას, აბა სად რაც მივიდა? გეილთან იპოვეს. მაგრამ გეილთან სერიოზული გასული საქმეები იყო. გვაქვს დღეს. დღევანდელი დღის წესია, აუ, თვალები თანდო. გახელილი, აუ. პირი დაკუმული. ეს 800 მოხდეს. ახლა გასაგებია, როდესაც გასწრებს მისვა. გასთან მიდიო. გამარჯობა. Test. Test. გესმით ჩემი? Count on. წავედით. წავედით. აქეთ. აქ დადე და თავი არ მოხადო. ყავის გაკეთება იცი? კი. ხო და გააკეთე. შევიკე. გაინტერესებს სიტუაცია. მითხარი. სამი კაცი ძალიან ძეების მარტივი შემოსასვლელი. ხوارა ორი ყველაფერი. თვალშისაცემია, ერთი დამალულია. 5 კაცი ყავს აქ და რეზერვი თვალთახედვის არედანაა მოშორებული. ტარიუსი ზემოთ გორაზეა 50 კალიბრიანი ბარეტით. გუშინ ღამე დავაყენე. დამატებითი ბუდე არ მაქვს. ამიტომ ჯიბეში ჩაიდე და არ გამოაჩინა. თუ დღეს აქ იქნები, ჯობს იარაღი გქონდეს. დატენილია? არ მინდა დაგინახო ამით ხელში, თუ ჯერ ჩემს ხელში არ დაინახავ იარაღს. გასაგებია, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. პირველი მანქანა მოდის. ახლა იარაღების კარგი, აბა რა არის ამოწმებენ მოკლავს თუ არა დღევანდელი თუ რა ხდება? გახელილი თვალები, მოკუმული პირი. აუ, ეს ის ტიპები არიან? მაშინ რომ ისინი დახოცეს. გასაგებია. იმათ ხო ძალიან ბევრი იარაღია. ხო დაიბარა იქ. Nobody's ass. არ შენ გართმევს ვინმე. You want to დაათვალიერეთ ტერიტორია თქვენი ხალხის მოსვლამდე. მე ვარ მთელი ხალხი. All right. კარგი. გამარჯობა.
დანარჩენები თქვენი გუნდი სად არის? არ არის. მარტო მოვედი. და რატო? ჩემი დამსაქმებლები ფიქრობენ, რომ პირნათელ შემიძლია მათი ინტერესების გადმოცემა. დაბრძანდით, გთხოვთ. ეს არის ჩემი შემოთავაზება. ჩვენი წარსული ურთიერთობიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთხელ გადავიხდი 50 მილიონ ამერიკულ დოლარს. სამაგიეროდ ჩვენი ბიზნეს ურთიერთობა დასრულდება. არანაირი გადახდები, არანაირი კავშირები. ურთიერთობის სრული გაწყვეტა. პასუხი არ გაქვთ? ეს არის ჩემი პასუხი. ხო ან არა? შენ იცი რაც უნდა კარტელს, სხვა დანარჩენი შეთავაზება უბრალოდ დროის ფუჭი ხარჯვა. იქნება ეს ხო თუ არა? მოლაპარაკების არასასიამოვნო დასაწყისია. ეს მოლაპარაკება არ ნუ არის. ერთხელ რაც გადაგას რომ უკმაყოფილო იყო. ჩემი რამე ხომ არ გაქვს? წინ ჩადე. გონი ჯობს როლა გასწავლო. როგორც შანს სიტუაცია იძაბება. ეს რას ნიშნავს? ომი იწყება, მაგას ნიშნავს. იარაღს მაძლევ და ახლა გუნდის წევრი ვარ თუ? როგორ არის საქმე? მან მითხრა, გუნდის წევრი ისედაც იყავი. ამას წინათ რომ ორ რაღაცას შემთხვევაში ხედავს. იმათგან მოსახედიდან. მაგალითად რას? ერთი სიტყვით რომ გითხრა ალბათ ერთგულებას. ერთგულებას. მაგრამ შეიძლება ეგ თვისება არასწორ ადამიანთან მიმართებაში გაქვს. ო. არასწორ ადამიანთან მიმართებაში. ნუ ვოლტთან. ჯესი? გამარჯობა. გამარჯობა. დიდი ხანი არ ვინახი ხარ. რა ვიცი? კარგად. კარგია. კარგია. ვიწყებთ შემოხვალ? სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ შეგვიძლია წარსულის შეცვლა. რაც მოხდა, მოხდა. უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი მოქმედებები, მაგრამ საკუთარი თავის სასამართლოს წინაშე დაყენება, სადაც ჩვენ ვართ მოსამართლეც, ნაფიცი მსაჯულის და ჯალათიც ნამდვილად არ არის პასუხი. რადგან ხშირ შემთხვევებში ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს რუტინულ ციკლის დანგრევას. ძალიან გამოსირებული ვარ. არაფერი შეიცვლება, რა აზრი აქვს?
think I'll have a hit. მოდი ვიკაიფებ. Jesse. ჯესი, What's going on რა with you გჭირს these ამ ბოლო days? დროს? I went back to the ისევ შევჯექი crystal. კრისტალზე. You sober now? ახლა ფხიზელი ხარ? Yeah. კი, 4 days. 4 დღეა. You up, right? მიღწევა არა? 4 დღე რაღაცაა. Here. ახლა ხომ აქ ხარ? Still ისევ მუშაობ working at სამრეცხაოში. laundry? How are things there? რა ხდება სამსახურში? Sucks. სირობაა. აუ, Anything you want to talk რამეზე ხომ არ გინდა ლაპარაკი? Couple weeks back, რამდენიმე კვირის წინ I killed a dog. ძაღლი მოვკალი. აჰა. Hit it with your car? მანქანით დაიჯახე? No, არა, I put him down. დაბლა დავაწვინე და I watched them go. ვუყურებდი. I was looking them თვალებში straight in the ვუყურებდი eye. და He didn't know ვერ what was ხვდებოდა happening. რაში He იყო didn't know საქმე. why. არ იცოდა რატომ ვაკეთებდი ამას. He was just უბრალოდ შეშინებული scared, იყო and then he was gone. და შემდეგ ის მოკვდა. He was suffering. ის წვალობდა. It was a kindness. ეს სიკეთე იყო. He wasn't არა sick. ავადა ყოფილა. It was just like არ ვიცი უბრალოდ პრობლემატური ძაღლი. Do. Problem dog settle. ეგეთი რა ქნა ვინმე სუკმინა? საკუთსიკარო არა. სარუკბენია. დენაშოვოდები არავის. იყო. ჯესი. და მაგას განიცდის. როდესაც ნარკოტიკზე შეჯდები, ყველაფერი ამოსალოდნელი. Anything can happen. ეს ნარკოტიკმა არ გამაკეთებინა. აბა რა პრობლემა იყო, რატომ მოკალი? არ გვინდა არასასიამოვნო რეპლიკები. maybe it's შეიძლება დეტალებს მნიშვნელობა არ აქვს. კი ამ წუთას არა. რას ზოგადად გძნობ ამასთან დაკავშირებით? არსებითი მნიშვნელობა აქვს. არ ვიცი. არავის აინტერესებს თუ რას გრძნობ. როგორი ადამიანი უნდა იყო, რომ მომიზეზოთ ძაღლი მოკლა? კოლინ. შეგიძლია განცხადება გააკეთო, შეგიძლია თავშესაფარში ჩააბარო, ან რამე კოლინ. იგეთი. არ შეიძლება დაჭდე და ილაპარაკოთ, როგორ მოკალი უდანაშაულო ცხოველი. კოლინ. აქ იმისთვის არ ვართ რომ ვინმე გავასამართლო. ნამდვილად. რატომაც არა? why not? Maybe რატომაც არა, it's იქნებ right. მართალია. You know, maybe I იქნებ should've ჯობდა done განცხადება something გამეკეთებინა. different. I should've done something შეიძლება ჯობდა different. რამე განსხვავებული გამეკეთებინა. The thing საქმე is, იმაშია რომ you just თუ do რამეს stuff აკეთებ and nothing happens. და არაფერი იცვლება, What's მაშინ wrong რას with me? ნიშნავს ეს ყველაფერი? What's the point? რა აზრი აქვს? Oh, right, კარგი, this მივიღოთ whole thing საკუთარი is თავი, about ისეთი როგორიც არის. self-acceptance. აი ამაზეა ეს ყველაფერი. Getting the hell out of yourself. თვითგვემა არ არის გამოსავალი. So I ესე იგი should უნდა stop შევეშვა საკუთარი თავის დადანაშაულებას და and accept. შევეგუო. Start. ეს მხოლოდ დასაწყისია. ესე იგი რაც არ უნდა ვქნა, ყოჩაღ მე, რადგან მაგარი ტიპი ვარ, ყველაფერი რიგზეა, No matter how many dogs I ნიშნულობა kill, არ აქვს, რამდენ ძაღლს მოვკლავ, უბრალოდ უნდა დავითვალო და შევეგუო, ხო? and accept. ო, ჯესი. I mean, you სატვირთო მანქანით გადაუარე შენ საკუთარ შვილს და რა? ოჰ. შევეგუე? What a ეს რა სირობაა, ეი ჯესი? I know you're ვიცი რომ გარიცდი, მაგრამ იცი რას გეტყვი? here იცით in სულ the თავიდან first place. რა განზრახვით მოვედი აქ? თქვენთვის It's მეთამფეტამინი უნდა ო, მომედინა. თქვა. You're nothing ჩემთვის to me მხოლოდ but კლიენტებს customers. წარმოადგენდით და მეც არაფერს. I made you ჩემს like ძუკნად bitch. გაქციე. ოუ, That, როგორ მოგწონს? you accept. ეგუები? არა. არა. ვაუ, ჯესი ჩემი. როგორც იქნა. ანუ ამდენი ხანი, აუ, ჩემი. არა ეს ძალიან მაგარი იყო და ძალიან სენსიტივური.
ჯესი, თუ შეგიძლია ის ფარანი მომიტანე. ხედავ რამე ჩანს? Where? სად? აი ქვევით, მარჯვნივ. რა ხდება? უკვე ერთი კვირა გავიდა. რა ხდება? არ მინახავს. ასე არ ვფიქრობ, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ იზამ. ამას შეხედეთ. კარის კაცად დაწინაურდა. როგორც იქნა ოცნება აისრულე. პატარა ნაბიჯები, მარი. რაკენი? შენს პარიკმახერს ძაღლის ტრაკის სურათი ანახე და უთხარი რომ გააპობდი? როგორც ყოველთვის მომხიბლავი ხარ. დაბრუნებას სოჩი თავიდან ვერც ვიცანი. მადლობა სტივ, მიხარია რომ გხედავ, როგორ ხარ? კარგად არის. აქედან ჩვენ მივხედავთ, ესე არ არის გომი? მოდი, იდეყვი დაუჭირი. არა. ხელები გაწიე, კარგად ვარ. წარმატებები. წავედით, ვაგვიანებთ. ჰენკ იმის დანახვა რომ დადიხარ ვერ აგიღწე რამდენს ნიშნავს ჩვენთვის ყველასთვის შენი პროგრესი საოცარია. ყველაფერი ჯანსაღი ცხოვრების წესის და ვიტამინების ანუ დამსახურებაა. სასახლეში ამბრუნებენ. გითხრა სტივმა თავისი ახალი ამბავი. რა ახალი ამბავი? როგორც იქნა პირველი ციკლი გქონდა? დამაწინაურეს. კარგია, მეგობარო. შემდეგი გაჩერება ვაშინგტონი. დაჯდები მაგიდასთან აქეთ-იქით სავსე იქნები ფურცლებით. ჯობს შენ ვიდრე მე, მეგობარო. სერიოზულად გილოცავ. სტივი ამბობს რომ შეიძლება რაღაც საინტერესო გქონდეს ჩვენთვის. ხო, ნახავთ მიხვდებით არის თუ არა საინტერესო. გახსოვთ ჩემი მეგობარი, ტიმ რობერტსი, პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი. ერთ მკვლელობის საქმეს იძიებს, სადაც მსხვერპლი 34 წლის კავკასიელი მამაკაცია სახელად გეილ ბეტიკერი. წინათვის ერთ-ერთ ღამეს ბეტიკერი კარებს აღებს და ტყვიას იღებს თავში პიროვნებისგან ან პიროვნებებისაგან. გეილ ბეტიკერი ქიმიაში ნამდვილი გენიოსია. ძალიან ბევრი რაღაც აქვს დამთავრებული. და როგორც ალბათ უკვე წარმოიდგინეთ ის მოსაწყენია, ვეგეტარიანელი, სანდლებით და ნასკებით რომ დადის ეგეთი ტიპია. ამ ყველაფერთან ერთად როგორც ჩანს ის უმაღლესი დონის ნომერ პირველი მეთამფეტამინის მხარშველია. ჩემი ყურადღება მიიქცია მისმა ლურჯმა პროდუქტმა. და რას ფიქრობ? ესაა შენი ჰეიზენბერგი? არა, მე ვფიქრობ ჰეიზენბერგის ყოფილი მხარშველია და შეიძლება თვით ჰეიზენბერგთანაც მიგვიყვანოს. მოკლედ გაგიკვირდებათ და ამ უაზრობებში აირავი პოვე. ცოტათი დამეხმარა და მივხვდი რომ ეს ციფრები სპეციალურად ამ რაღაცისთვისაა. ესაა დიდი მოცულობის ძვირად ღირებული ფილტრაციის სისტემა. მოწყობილობა $3,000 ღირს. საუკეთესო რამეა ფარმაცევტული ქარხნისათვის, მიკროჩიპების მწარმოებელი ქარხნისათვის ან ყველაზე დიდი მეთამფეტამინის ლაბორატორიისათვის. კარგი. მოკლედ ამ პატარა რაღაცას მადრიგალ ელექტრომოტივი ამზადებს. მათ ოფისში დავრეკე. და ყველაზე საყვარელმა პატარა 20 წლის გოგონამ მიპასუხა. ჩემებური შრეიდერული სულებით მთელი ინფორმაცია დავაფხვევინე. აღმოჩნდა რომ ასეთი მოწყობილობა 6 თვის წინ ალბუკერკში ჩამოიტანეს. და იცით ვის სახელზე? გეილ ბეტიკერის სახელზე. ამიტომ ვკითხე ჩემს ახალ მეგობარ გოგონას თუ ვინ გადაიხადა ამ მოწყობილობის საფასური. მან კი მიპასუხა რომ არავის გადაუხდია. მათ არ აქვთ ჩანაწერები ან მსგავსი რამ. არ იციან ვინ გადაიხადა. კიდევ უფრო მივაწექი და დავკარგე ეს საყვარელი გოგონა. ახლა სხვასთან გადამვისამართი.
ვიღაც კორპორატიულ ადვოკატთან. აი სად გავიჭედე, ამიტომ უფრო მეტად ჩავუღრმავდი მადრიგალ ელექტრომოტივს. მათი მთავარი ოფისი ჰანოვერშია, გერმანიაში, მაგრამ აწარმოებენ სხვადასხვა ფუნქციის მქონე მოწყობილობებს და მათ გლობალური გადაზიდვის სერვისი აქვთ. დიდი კონსტრუქციები და პატარა წილი ამერიკული სწრაფი კვების ობიექტში, კონკრეტულად ჰოიოს ბერმანოსში. აჰა. მერე რა? ამით რა დაშავდა? ბეტიკერი მკვდარია. მე არ ვიცი ვინ აფინანსებდა მას, სად იყო მისი ლაბორატორია. ეს ყველაფერი ნადირობას ეხება, მაგრამ ეხლა ეს აზრი მომივიდა და თავიდან არ ამომდის. ღამეებს ვათენებ. ვუყურებ ჭერს და ვცდილობ რაღაც აზრი გამოვიტანო. გახსოვთ გითხარით რომ ბეტიკერი ვეგეტარიანელია, თავისით აწყობს ფერმენტირებულ ცერცვის პურს და მაგრამ რასაკეთებს ვეგეტარიანელი პიროვნება შემწვარი ქათმის სასადილოში. შეიძლება ვიღაცას ხვდებოდა. მაგალითად ვის? იქნებ ვიცით რამე გუსტავო ფრინგის შესახებ. ეს სამართალდამცავების მეგობარი. თუ რაღაც სპექტაკლი შეიძლება იყოს სიტუაცია, რომელსაც მეგობრები ახლოს გყავდნენ, მაგრამ ტრევი უფრო ახლოს ჰქვია. მას საკმარისად ფული აქვს ასეთი მოქმედების ჩასატარებლად. შეიძლება კავშირებიც აქვს, შესაძლებელია. უბრალოდ შეიძლება სწორედ ის არის, ვინც გვინდა. ახლა ცოტა აგვასუთქე ხალხი. კენ კარგეც ყინოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან შეუსაბამო რაღაცეებს აკავშირებ ერთმანეთთან. კენტუკის შემწვარი ქათმის სასადილოში ექნებოდა შეხვედრა, იმედია არ იფიქრებდი, რომ პოლკოვნიკ სანდელსთან ერთად ზის. გეთანხმებით, ბიჭებო. გუსტავო ფრინგი, ლურჯი მეთამფეტამინი. ეს ყველაფერი როგორ შეიძლება ერთმანეთთან კავშირში იყოს? პოლგის ქუდი ხომ არ უნდა მეხუროს უმუშევარი შეთქმულებით. მაგრამ ერთი რაღაც ვერა და ვერ გავიგე. რატომ არის გუსტავო ფრინგის თითის ანაბეჭდი მართალი ვიყავი გეს შებიკაი გახმოვანებულია აჭარან საღო იმენა მაგარი ხარსიო ჰენკმა დაიბრუნა საუკეთესო პერსონაჟის რა ქვია ტიტული, სტატუსი, ტიტული ვაუ, საღო ესე იგი ეს იყო ძიმედანა შოუ მეოთხე სეზონის მე-7 სერია. სერიის პირველი ნახევარი კარგი იყო, ნორმალური, მაგრამ მეორე ნახევარი მაგარი იყო. კარგი სერიები წამოვიდა ნამდვილად უკვე. რავი. ახლა ალბათ რამე დაკვირვებას მოაწყო. ისე ტყუილად მიხარია ადრე, იმიტომ რომ გუსტავო დებილი არ არის ახლა. ერთ-ერთი დებილი არ არის რა, საკმაოდ ჭკვიანია და ვიტყვი რომ DA-ის აგენტებზე უფრო ისეთი არის. რავი. ასე რა, ჰენკი ეცდება დაგვირა, ჯესის და იმაზე მათზე კარგად გამოვიდა, მაგრამ მაგაცზე ახლა მაინც სადიგენი და სად გუსტავო. თან მაგათ სოლიც ეხმარებოდათ, ამიტომ არა. აი გუსტავოზე ცოტა სხვა სიტუაციაა. ვნახოთ რა სიზარენ. სავარაუდოდ შემდეგ სერიაში უკვე უნდა დაიწყოს გამოძიება ცოტა ხო. შემდეგ სერიაში უკვე უნდა დაიწყოს გამოძიება ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ შემდეგ სერიის სათაური ვნახე ახლა და სერიას ქვია ჰერმანოსი. რა მაგარი სერიები წამოვა ახლა. კაი, მაშინ. ბევრს აღარ ვილაპარაკებ. ამჯერად დაგემშვიდობებით, იმედია არა მოიცა, რას გემშვიდობებით. ჯერ ჯესიზე უნდა ვილაპარაკოთ. ჯესი არ ვიცი. რას იზამს არ ვიცი. გაბედავს, ვერ გაბედავს,
გასის მოკლას, მაგრამ მე ჯესის სცენა ძალიან მაგარი იყო. როგორც იქნა გამოთქვა თავისი, ანუ რასაც გრძნობდა ის თქვა და რასაც ფიქრობდა. ეს აუცილებელი იყო ჯესისთვის ნამდვილად. მაგრამ ხო სიტუაცია ძალიან ისე აქვს. რავი. ნახოთ, იმედია ჯესის ყველაფერი კარგად ექნება. ახლა კი დაგემშვიდობებით, ამჯერად ნამდვილად დაგემშვიდობებით. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ დალაიქეთ, გამოიწერეთ შემიერთი თუ გამოწერილი არ გაქვთ, დატოვეთ კომენტარები და გააქტიურეთ ზარისხი ლაიქი. მადლობა ყველას, გისურვებთ საუკეთესო დღეს, გნახავთ შემდეგ ვიდეოში. კარგად გრძელდებოდეთ.